მოგესალმებით თითქოსო ტელემაყურებლებო, ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა შენთვის და მე მისი წამყვანი თამარ სულუაშვილი გახლავართ. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე, სწორი კვების როლზე ჩვენ ცხოვრებაში, ასევე შევეხებით პირის აპარატს და სწორი მეტყველებას, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. მოკლედ გპირდებით, რომ დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები. ესენი არიან ფსიქიატრი ბატონი ვასილ დვალი, ნუტრიციოლოგი ბატონი გუჯა მდორეული და ლოგოპედი მერი ბზიავა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის. და პირველ კითხვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და აინტერესებს ჩვენს მაყურებლებს, ნუტრიციოლოგ გუჯა მდორეულთან გადავარ. დიახ, გესმით. ყველას გვაინტერესებს, როგორია თქვენი დილის რუტინა. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, ძალიან მიხარია რომ სტუმრად მომიწვიეთ და რა თქმა უნდა, ეხა ჩემი დილის რუტინა იწყება აუცილებლად გახოხული პურით და ავოკადოთი. დიახ, საინტერესოა. დიახ, ეს აუცილებელია, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ გახოხული პური და უბრალოდ ავოკადო უნდა მიირთვას სუყელამ. ავოკადოს უყელა, იმიტომ რომ თუ ავოკადოს არ მიირთმევთ, ჩათვალეთ ის დილა დაკარგულია. მოდიში ერთი ძალიან საინტერესოა. ანუ გახოხული პური და ავოკადო. დიახ, გახოხული პური და ავოკადო ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეს ავოკადო შეიცავს იმ ყველა მინერალს, რაც ადამიანს ჭირდება. და იცით რა უნდა გკითხოთ, ეს გახოხული პური და ავოკადო რამდენად ნორმაა და ანუ დამაკმაყოფილებელია ეს ორ ადამიანის ორგანიზმისთვის? არის თუ არა სავსებით საკმარისი? აჰა, გეტყვით, კი, რა პრობლემაა? ესე იგი, დიახ. პირველ რიგში რა ხდება, იცი ეს ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, ანუ თავარი არის კალორიები რო დათვალოს. ანუ კალორიები რო დათვალოს, შეგვიძლია მივიღოთ სადღაც მაქსიმუმ 1500 კალორია. საკმარისია. 1500 საკმარისი, ეხლა მე მაგალითად გახოხულ პურს და ავოკადოს შევჭამ, მე მაგალითად ჩიხითმას ვაყოლებ, ხან კანჭის მენიუ, გააჩნია რა გვაქვს ბოზბაში და ხო ხვდები, ანუ სხვადასხვა ისენია რა. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. რა ეს დედამო ვისთვის ვასწორებ ამას? გასწროთ. ბატონო ვასილ დამშვიდით ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და გვიყურებენ ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. ბატონო ვასილ, ცოტა ხანში გადმოვალ თქვენთან კითხვით, მანამდე მინდა ისევ ბატონ გუჯას ვკითხო. წონის კლებასთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინოს ამ შემთხვევაში მაყურებელს? გეტყვით, ეხა მე წეან როგორც გითხარით, ანუ აუცილებელი არის წონის კლებასთან დაკავშირებით, ანუ ეს კალორიები რო ვთვალოთ, რა კალორიები რო დავთვალოთ, ეს არის ანუ მაგისთვის აუცილებელი და თუ კალორიებს ადამიანი გათვლის ეს დიახ, ეს მიჩვე უბრალოდ ხო ხდებით რა შენის. ხო და ადამიანი კალორიებს თუ დათვლის, ანუ ეს არის როგორ გითხრათ, ანუ დაუწერელი კანონია, ხა 1500 კალორიას თუ არ რაღაცდები, ეს ადამიანი არ გასუქდება, გამიგეთ, ანუ ეს ყველაფერი ნებისყოფის ამბავია რა. ეხა მე მაგალითად არ შემილია, ხა ავოკადოს მე ჩაკაფული თუ არ ვჭამე, ხო ხდებით რა, იქ კანჭის მენიუ, იქ პატარა შემწე რაღაც, მაგრამ ვისაც ნებისყოფა აქვს ავოკადო, მარტო ავოკადო და გახოხული პური. ანუ თქვენც არ ყვებთ კვებას ხშირ შემთხვევაში, გერყვებათ? ხო, ნუ ხანდახან იშვიათად. და ეხლა რამდენი კილო ხართ? ეხლა 56. ბატონო? დიახ, ეხლა ვარ მე 56 კილო. 56, დიახ, მაგრამ არ გეტყობათ რომ 56 კილო ხართ. აი, ეს დაახლოებით ვიტყოდი რომ 120-130 კილო. აი ზუსტად არა, მე გახლავთ 56 კილო. ეს არის ოპტიკური ილუზია. რომ იყურებ, დიახ. თორე ესე 56 კილო ვარ, ეხლა ხო გონი ვარ 130, მაგრამ არა, 56. კარგით. 56 კილო დავიკელი, სხვათა შორის მე ამ გახოხული პურით და ჩემი კალორიების თვლით და დავჯექი 56 კილოზე. 56 კილო. დაიკელი და ეხლა ხართ 56 კილო. დიახ, 56. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. როგორ გიკადრება? კარგით, ბატონო გუჯა, ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით, აუცილებლად სხვა კითხვებით. ეხლა მინდა გადავიდეთ ჩვენ შემდეგ სტუმართან, თანამედროვე ფსიქიატრის ქართველ წარმომადგენელთან, ფსიქიატრის მედიცინის დოქტორთან, ბატონ ვასილ დვალთან. ბატონო ვასილ. დიახ. მოგესალმებით, როგორ ხართ? ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო ვასილ, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, რა მდგომარეობაა დღეს ხალხში და როგორია მათი ფსიქიკური მდგომარეობა დღესდღეობით? დიახ, მოგესალმებით. ყველას მინდა რომ მივესალმოთ თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. იცი ცოტა რთულად არის საქმე, მაგრამ ნუ ყველაფერს ეშველება მინდა ვთქვა. მე მინდა ესე ვთქვი, გესაუბრო საერთოდ ადამიანის შინაგან
მდგომარეობაზე, მაგალითად, ყველა ადამიანი სრულიად მშვიდია. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს მათადე რა დავაპოლოვეთ? მოდი შევხვდით. უკაცრავად. და მინდა რომ საერთოდ ყველა ადამიანი თვითონ შინაგანი სამყარო ინდივიდუალურია ყველა ადამიანს და მე მინდა რომ ეს ჩვენი შინაგანი სამყარო აი ბატონო ვასილ, მინდა ჩაგეკითხო. ნუ მოწყვეტინებ. გეხვეწები, ნუ მოწყვეტინებ. ყველა ადამიანი დადე, დედა ხო გავასწორე, დადე. ბატონო ვასილ, ნუ ნერვიულობ, დამშვიდით. და იცით როგორი სიტუაციაა? ერთმანეთს უნდა გაუგოთ საზოგადოების წევრებმა და უნდა ვიყოთ როგორც ერთმანეთის მიმართ მობიერები. ბატონო ვასილ, აი პაციენტები ნუ მაწყვეტინებ. ნუ გამაწყვეტინებ. კარგით, გასაგები. აი რატო გამაწყვეტინე ხა რა დავიწყე აღარ მახსოვს რა რას არა, ერთი კითხვა მინდოდა პაციენტებთან დაკავშირებით, რომ ანუ ხო და რაღაცას ვაპირებდი და ვეღარ დავაპოლობდი. რატო გამაწყვეტინე? რატო გამაწყვეტინე? თქვენი და პაციენტის ურთიერთობა აი ბოდიში, კარგი, ბოდიში, ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ვასილ. ბატონო ვასილ კი არა, თუ მომიყვანე დამალაპარაკე და თუ არ თუ ბაჭი წავალ. არა, ესე ხდება ხშირ შემთხვევაში წამყვანი ერთვება კითხვი. ძალიან დიდი მადლობა, მე გადავალ ჩვენს მესამე სტუმართან. მოდით ახლა ლოგოპედი ქალბატონი მერი ბზიავა. მოგესალმებით ქალბატონო მერი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგეხსენება დღეს ქვეყანაში მოსახლეობის 80% არ ლაპარაკობს გამართული ქართულით. სალამი ქალბატონო თათია, ძალიან მოხარული ვარ მართლა რომ ამ გადაცემაში მომიწვიეთ. აი საქართველოში, თვითონ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში არის აი უდიდესი პრობლემა მეტყველებასთან დაკავშირებით. მართლა გული მეწვის, შვილებს ფიცავარ. რამხელა პრობლემაც არის საქართველოში, ამხელა პრობლემა სხვა ქვეყნებში არ არის არსად. აი ამის გამოსწორება შეიძლება? აი ნამდვილად არ ვიცი. აი რა პასუხი უნდა გაგცეთ ნამდვილად. აი მუშაობ რა თქმა უნდა ყველანაირად ჩართული ვარ ამ საკითხში. აი მაგალითად საქართველოში ხო ფერების ცნობაც არ იციან. აი ის რომ რულჯია და წითელია არ იცის ხალხმა. ბოდიში რა? ბოდიში ჩავეჭრები რა. არა გეხვეწები რა. ლურჯი. ხო, რულჯია მართლა არ იცის ხალხმა. ბოდიში შეგაწყვეტინებთ რურჯი თუ ლურჯი? დიახ, რულჯი. რა შეეხება ახლა აი მართა აი არ ვიცი უბრალოდ შოკში მაგდებს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში აი მინდა რომ აი გასწავლოთ ახლა რაც ყველაზე მთავარია რა აი მინდა რომ რაღაცნაირად აი რბილი ლის პრობლემა ყველამ ერთად ხალხო ყველამ ერთად გამოვასწოროთ რბილი ლის პრობლემა გამოსწორებადია ხო? რა თქმა უნდა ყველანაირად და თქვენ როგორ მქონდა თქვენ თავიდან ეს პრობლემა რბილი თქვენ შემთხვევაში ხوار ყოფილა და მე იმუშავეთ და გამოვასწორეთ ჩემ შემთხვევაში არა რას ლაპარაკობ გასაგებია ეგ სასაცილოა აი ნახეთ როგორ უნდა გამოვასწოროთ ნახეთ შემოხედეთ თქვენ ცოტა რაღაცებში ჩამეკითხეთ ძალიან არ მომეწონა და კიდევ ერთხელ მაგას რო ვიკადრებთ მე ძალიან უკადრებელს ვიკადრებ თქვენ დამშვიდით თუნდაც ეხლა რაც შეეხება ნახეთ როგორ ვასწორებთ აი ესე լ რო არ გამოგვივიდეს ენა მიგვაქვს სასაზე აი ბოლოში და ნახეთ როგორ აი ესე უნდა გამოვთქვა თვითონ լ მაიმე ბატონო ვასილ მე მგონი ენა გადაეყლაპა თუ რა ჭიკასხელი არ მოგინო ჭიკასხელი არ მოგინო ბატონო ვასილ ხო კარგად დამიგრია წამოაყენეთ ბატონო ვასილ ვაიმე არა მართლა აგანერვიულეთ ეხლა ყველა არა მოვედი აქავარ ამ ქვეყანაში ჩემ საქართველოში დავბრუნდი რა ხომ კარგად ხარ კი ყველანაირად კარგი გავაგრძელოთ რა ძლივ საწყობილი დამიგრია შენი კარგით მეგობრებო, ვაგრძელებთ გადაცემას და შემდეგი კითხვით გადავალ ბატონ გუჯასთან. ბატონო გუჯა, რისთვის არის ზოგადად კარგი დილის კვება? ან რა უნდა მიირთვას ადამიანმა საუზმეზე? თუ შეიძლება ბევრს საინტერესებს. გეტყვით, რა თქმა უნდა. ესე იგი, იცით, როდესაც სხეული დილით იღვიძებს, ის არის როგორც დასვენებული, ასევე გადაღლილი. თქვენი სხეული რომელზე იღვიძებს? ჩემი სხეული რავი, გააჩნდეთ 11-ზე 12 წუთზე. კი ბატონო, გავაგრძელოთ. პირველის ნახევარზე ხო და ანუ სხეული არის გადაღლილი და აუცილებელია რომ სხეულმა მიიღოს ცილა. ეხლა რა არის ცილა? ხო ხვდებით, ანუ ცილა არის რომელიც ადამიანს ეხმარება კუნთოვანი სხეულის აღდგენაში. გამიგეთ ეხლა. ცილა სხვადასხვანაირი სახით შეგვიძლია, მაგალითად ცილა შეგვიძლია მივიღოთ ხორცის სახით. კაი ხორცი. მოხარშული ხორცი არის ძალიან სასარგებლო ორგანიზმთან.
მოხარშული ხორცი სასარგებლოა. სხვათა შორის ახლა შემწვარი შეიძლება ძალიან სასარგებლო არ იყოს, მაგრამ ძალიან გემრიელი ხარ. მე მაგალითად შამპურით ვარ ტაფიცვად იმის ტაფაზე სხვანაირად გამიგე ცოტა ხახუ ცოტა მაგრამ ახლა მე შამპურს კი არ ვაკნინებ უბრალოდ გამიგე, მაგრამ ის სხვანაირად კარტოფილთან თუ ბოდიში გადავიღე, ხო და ცილა მომდა, ესე იგი ცილები უნდა მიიღოს, ანუ ეს აუცილებელია რომ ორგანიზმმა ცილა მიიღოს, რომ ის ყველანაირი კუნთოვანი ყველანა ცილა მადლობა ბოდიში რა ხო, ანუ თუ გვინდა რომ კარგად გამოვიყურებოდეთ და ჯანმრთელი ვიყოთ, აი ერთ სიტყვით უნდა მივიღოთ აუცილებლად ანუ თუ გვინდა რომ ჯანმრთელად ვიცხოვროთ, აუცილებლად უნდა დაუჯეროთ ბატონ გუჯას და მივირთვათ ბევრი ცილა. აუცილებლად. იცით რა არის, კალბატონო, ხა მე მაინც ვფიქრობ რომ ადამიანში მაინც ყველაზე მთავარი გარეგნობაა რა, ეხა ვიზუალი გადამწყვეტ როლს ასრულებს ეხა ნებისმიერი ადამიანის ურთიერთობაში გამიგეთ და სწორედ ამიტომ არის ჯანსაღმრთობა აუცილებელი და სწორედ ამიტომ უნდა მივიღოთ ცილები რა. ეს არის ნამდვილად ანუ კარგი ვიზუალის გარანტი. მე მაინტერესებს თქვენ თუ გიცდიათ ოდესმე სწორი კვება. არა, იცით, მე მაგის ნებისყოფა არ მაქვს სამწუხაროდ. და ჭარბიწონა არ გაწუხებთ? არა, მომატებული კილოგრამებს როგორ იცით რა არის? ჯერ არა, მაგრამ თუ შემოწუხებს მივხედავ, არ არის პრობლემა. ანუ თქვენ სწორი კვების რეცეპტი გააქვთ რამე თუ არა, მე გითხარით მე მაგის ნებისყოფა არა, მაგრამ თუ შემოწუხებს, წავა თურქეთში ბარიატრიას გავიკეთებ და ამით დამთავრდება. რა თქმა უნდა, ეხლა მე არა მაქვს გენაცვალ მომის. ბარიატრია გამოსავალია. ბარიატრია გამოსავალი, ხა მე არა მაქვს 100 გრამი მოხარშული ხორცი, 200 გრამი კარაქის, რაღაცა ყველი კითხს ვდიო, სად შემიძლია გენაცვალი. ანუ ნებისყოფა არ ყოფნით. ნებისყოფა არა მაქვს, წავალ თურქეთში ბარიატრიას გავიკეთებ და всё ეგ არის, კაცო, დავისვენებ, ამოვისვენებ კარგად. გასაგებია. ბოდიში ერთი. დაანებე რა გეხოცები რა კაცი არა ხარ დაანებე ამას თავი რა რა გინდა ჩემი ჭიქა და ჩემი ჭიქა გავასწორი ვერ გავიგე ყველა ჭიქა მაგრამ ჩემი ჭიქა არ შეიძლება ყური აქეთ არა არ უნდა გქონდეს ამას ორი ყოლე დაანებე თავი დის გავასწორე ბატონო ვასილ დაწყნარდით რა ბატონო ვასილ გადაცემაში ხარ თქვენ და ბევრი ადამიანი ერთი მკაველი უნდა იყოს ზუსტად დაჩორება არც 1 მილიმეტრი იქით არც 1 მილიმეტრი აქეთ გავუსწორეთ რა ჭიქა თუ შეიძლება მე როგორ ხელი არ მოხარშე ხო ბატონო ვასილ ნუ ჩხუბობთ ძალიან გთხოვთ რა არ გვინდა თქვენ რა გონიათ ეხლა ვერ გამარ თუ არ იჩხუბე დღესდღეობით არაფერი არ გამოდის არსად ამიტომ უნდა იჩხუბო და გააგებიო თუ გაიგო თუ არ და აი მაგათ პატრონს ამაშია საქმე. აი მართალია რა. აი რაღაცნაირად პირველ ნაწილში მართლა აბსოლუტურად ვეთანხმები და მეორე ნაწილში ვერ. რაში არ მეთანხმები? ხალხი მე არ მეთანხმები რამეში. მე არ მეთანხმები მაგსატორად. ავიღე მე გადავაგრებ ფაილს. შენ რამეში ეს. თალაპარაკი არის, ხალი ლაღია. ლაღია ხალი. შენ დედრობი ხალი გაუშვი ბატონო. შენ არ ახარ სწორი ეხლა. მე არ ვარ სწორი. ეხლა ნამდვილად არ ახარ სწორი. შენ არ შეიძლება. კაცი არ გია. კაცი არ ახარ შენ ხარ. დავიცემი კაცი არ ახარ შენ. ფილმს ფიცავი გაჩემი ბატონო არა ვარ ნამდვილად მე აქ. ხელი გაუშვით ხალხს. ხელი გამიჩვა და შენ კიდე ამ ხელა კაცი რო ხარ ადეგი ბეხდი რაღაცა უთხარი ერთი. ეხლა მართლა არ გადამაკეტინოთ ახ. თუ შენ კიდე ამ ხელა კაცი რო ხარ რაღაცა თქვი. ამ ხელა კაცი ხარ. აჰა აქ დაგივიდე ჭიქები. აჰა ესე გაიწევ. ყველაფერს ვიზავ იმიტომ რომ შენ არა კაცი ხარ. განთელი ცხოვრება გქონდეთ. ახლა კი დაგემშვიდობებით და შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. დროებით გემშვიდობებით ნახვამდის მადლობა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.